საქართველოს ეროვნულ პარკებს კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისაგან 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა მოაწერეს. ხელშეკრულება ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. გრანტის საერთო თანხა 1 მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულება უზრუნველყოფს 3 წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა შენახვას, სახელხასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურებასა და სხვა საოპერაციო ხარჯებს. დღეს ხელი მოეწერა და ეფექტური გახდა კავკასიის ბუნების ფონდთან საგრანტო ხელშეკრულებას, ეს ითვალისწინებს 1 მილიონი ევრომდე დახმარებას. თანხის ნაწილი მოხმარდება უკვე არსებული 2 დაცული ტერიტორიის ფინანსურ დახმარებას და დაემატება კიდევ 4 დაცული ტერიტორია. მიხარია, რომ ამ გრანტის მეშვეობით ვეხმარებით საქართველოს შეთანხმების მიხედვით დაცული ტერიტორიების რეინჯერებს გადაეცემათ ახალი აღჭურვილობა, ასევე თანამშრომლებს გაეზრდებათ ხელფასი და განახლდება დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურაც.